სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღსდგა. რწმენა ძალა. თუ ადამიანი ქრისტიანია, ამ ძალას ის თავის თავში უნდა გრძნობდეს. ოღონდ ჩვენ როცა გვესმის სიტყვა ძალა, დაცემული ბუნებაში ეს სიტყვა ტრანსფორმირებული არასწორად და შეიძლება აღვიქვათ როგორც ფიზიკური ძალა მიმართული სხვა ადამიანის მიმართ. იგი სხვა ძალაა. იგი არის ძალა, რომელიც ამასოფლის სულს ამარცხებს იმ სულს, რომელმაც ქრისტე ვერ იცნო. ქრისტეს უცნობელობის დამმარცხებელი ძალაა რწმენა. ქრისტეს უცნობელობის მხარეს დგას შიში, მათ შორის სიკვდილის შიში და სხვა უამრავი რამ, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია, რომელიც გვტანჯავს და მათ შორის ურწმუნოება, რომელიც პერიოდულად გვიტევს და ჩვენს რწმენას ებრძვის. ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა ყველაფრის ამის დამარცხებელია და ის ძალაა. ის ცეცხლია, ის გუმხურვალებაა, ის სულის დუღარებაა, ის იმედია, მარადიული სიცოცხლის განცდა. აი ეს ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ იქ სადაც სხვა რელიგიები ხშირად თავის თავს იმკვიდრებდნენ ცეცხლით და מחვილით და ომით, ჩვენ ხედავთ, რომ 300 წელი დაჭიდა დაახლოებით იმას, რომ ქრისტიანობა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ სისხლს იღებდა. ქრისტიანობა, რომელიც სიმშვიდეს, თავდაბლობას, მოთმინებას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მტრის სიყვარულს ქადაგებდა. 3 საუკუნის გასვლის მერე მთელი მაშინდელი ცივილური სამყარო ქრისტიანული გახდა. ძალა აი ასე და ამგვარად გამოვლინდა. და ეს ძალა თითოეულ ადამიანს ჰქონდა პერსონალურად, რომლებიც ავრცელებდნენ ქრისტიანობას. აი დღეს ჩვენ საქმე მოციქულთაში ესეთ რამე აღმოვიკითხეთ. უფალო მოციქულები ლოცულობენ ასე, საქმე მოციქულთაში აღმოკითხული. უფალო დახედე ემუქრებიან, რომ ქრისტეს სახელით არ იქადაგონ, ქრისტეს სახელით სასწაულები არ მოახდინონ. ქრისტე მოკლეს, მაგრამ ამ დროს ხედავენ, რომ ყოველი მოწაფე ახალი ქრისტეა ფაქტობრივად, იმიტომ თან ძალმოსილი. ლოცულობენ ასე მოციქულები. უფალო დახედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს, ანუ ჩვენ, იმის ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ახსე პირდაპირ არავინ გვებრძვის. ერის კაცებს მით უმეტეს პირდაპირ გაგებით არც ღვთის სიტყვის ქადაგებას ავალდებულებს ვინმე, მაგრამ არც ბრძოლა არის მხოლოდ ხორციელი და არც ქადაგებაა მხოლოდ სიტყვიერი. ამიტომ დღეს დიახაც ბრძოლაც არსებობს და ქადაგების ვალდებულებაც ყოველი ადამიანისათვის. შესაბამისად, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ძალა თითოეულ თქვენგან სჭირდება. იმისათვის, რომ ქრისტიანი გვერქოს. ვევედრებით ამას უფალს, რომ მოგვეცი ეს ძალა, რომ მთელი სიმტკიცით ვიქადაგოთ შენი სიტყვა. ეს ძალა საიდან მომდინარეობდა? ორ რწმენა აქვს, გასაგებია და თვითონ როგორები იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რას ნიშნავდა სამრევლო, რას ნიშნავდა ქრისტიანული თემი. მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული და ეს გული და ეს სული ქრისტესი იყო. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს. ეს მისა შინაგანი სამყარო. ანუ ქრისტე კრავს, როგორც ქვაკუთხედი, ლოდი თავსაკიდური, რომელიც კრავს თითოეულ ჩვენგანს, ერთ მასთან და ერთმანეთთან. ამიტომ ჰქონდათ ერთი გული, ერთი სული, ყველაფერი საერთო ჰქონდათ და მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, ანუ მის ღმერთობას ფაქტიურად, აღდგომის დამოწმება. ეს არის ღმერთობის დამოწმება, მოწმობდნენ მის აღდგომას და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე. აი ესეთი ძალმოსილი იყო ეს მცირე სამწყსო, რომელიც ფიზიკურად, აბსოლუტურად დაუცველი იყო. ფიზიკურად ნულოვანი ძალა ჰქონდათ და ამ დროს შინაგანი როგორი რესურსი იყო და შედეგიც როგორი დაიდო. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ზუსტად ეს გვჭირდება, ყოველთვის გვჭირდებოდა ქრისტიანს ესეთი ძალა და ასეთი ერთობა. ეკლესიას თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ძლიერი და უნდა გქონდეს ერთი სული და ერთი გული, თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ქრისტიანები. ცალკე ძალა გქონდეს, ერთობა არ გქონდეს, ძალა არ გქონდეს, ეგრე არ გამოვა. ერთობა უნდა გქონდეს და ძალაც უნდა გქონდეს. ხოთაშორის
ადამიანს რა თქმა უნდა ჭეშმარიტი ძალმოსილება რომ განიცადოს ღმერთისგან, ესეც ხო უჭირს. მაგრამ არანაკლებად უჭირს ერთობა. ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ ხართ ცოცხალი უჯრედების სხეულისა, რომელიც არის ქრისტეს სხეული. თქვენ ხართ ცოცხალი ლოდები სახლისა, რომელიც არის ასევე ქრისტეს სხეული. ეს ცოცხალი ლოდის და ცოცხალი უჯრედის თუ ვერ გზნობს მთელი შენობის ან მთელი ორგანიზმის ერთიანობას და მასთან ორგანულ კავშირს და თუ მით უმეტეს თითოეული ნაწილი რაღაცას აპროტესტებს სხვის სხვა ნაწილის მიმართ და მაგ გახსოვს პავლე მოციქული როგორ ლაპარაკობს. ერთ სხეულის ერთმა ნაწილმა მეორეს უთხრავს შერაში მჭირდები. გესმით? და აი ეს ზოგიერთ თქვენგანს ჭირს და ეს ზოგიერთი თქვენგანს რო ჭირს, ყურადღება გაამახვილეთ ამაზე. ნუ მოდიხარ თქვენი ინდივიდუალური და უпроსტოდ ეგოისტური რელიგიური გზნობების დასაკმაყოფილებლად. თქვენ ხართ არათუ ოჯახით ვერ გამოხატავს ეს სიტყვა, იმიტომ რომ ოჯახი დღეს ადრე ალბათ კი და დღეს ოჯახმა ეს საკრალურობა საერთოდ დაკარგა. ოჯახმა, ქორწინებამ, გათხოვებამ, ცოლის მოყვანამ საერთოდ დაკარგა ქალობამ, კაცობამ, შვილობამ, დედობამ, ბებიობამ, ბაბუობამ, ყველაფერმა აი საკრალურობა დაკარგა. ამიტომ ვერაღარ აღიქვამს ადამიანი. რას ნიშნავს ოჯახი? ამიტომ გეუბნებით ორგანიზმს ხო ან არის ან არ არის, ხო ვერ დაშლი ნაწილ-ნაწილ. აი ეს არის. ამიტომ თითოეული ჩვენგანი უჯრედია. იმ ორგანიზმისა, რომელსაც სამრელო ქვია. სამრელო თავისთავად უჯრედია იმ ორგანიზმისა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცალკე კიდე უჯრედია, ცოცხალი, რომელსაც სოფლიო მართლმადიდებლობა ქვია. და ეს არის ერთმანეთისგან განუყოფელი, რომლის განცდა არა გვაქვს. ხშირად არა გვაქვს. ადამიანს არ აქვს სამრელოში ერთიანობის გაცდა, ხშირად სამრელოს შეიძლება არ კონდეს, რომ იმის განცდა რომ ერთიანია მთლიან დედა ეკლესიასთან, ადგილობრივ ეკლესიასთან და შეიძლება ადგილობრივ ეკლესიაში რაღაც განცდა იყოს ერთობის, მაგრამ სოფლიო ეკლესიასთან განცდა არ აქვს. და ეს განცდა ერთობის ყველა საფეხურზე ერთობის თითოეულ პიროვნებას უნდა კონდეს თავის შიგნით. თითოეული ჩვენგანი უნდა ატარებდეს სოფლიო ეკლესიის სავსებას. თქვენ რო ეზიარები და ზიარების წინ ამბობთ, რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ეს კათოლიკობა ნიშნავს, რომ სოფლიო ეკლესიის ორგანულ ნაწილად აღიქვავ თავს. და თუ ასე არ ახარ და დღეს არის ძალიან მოდაში სამწუხაროდ საკუთარი პატრიარქის განკითხვაც, რასაც არ ვაკლებდით ჩვენს ღვთოვან მამას და ასევე სოფლიო ეკლესიების, სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქების განკითხვა. ძალიან ადვილად განიკითხავენ. იმის პატრიარქს. ზოგს ის არ მოსწონს, ზოგს. როგორც შენი პირადი მამათთავრის განკითხვა არ შეიძლება, ისე სხვა ადგილობრივი ეკლესიის მამათთავრის განკითხვა არ შეიძლება. დავანებოთ თავი, ეს არ არის ჩვენი საქმე. საიდან უნდა ვიცოდე ახლა, ჩემ მეზობელს რა ჭირს ის არ ვიცი და საკუთარ გულში რა მაქვს ის არ ვიცი და რომელიღაც ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარის გულში რა ხდება, ეს ვიცი მე? გესმით? რატო ხდება ესე? არა გვაქვს ერთიანობის განცდა სოფლიო კათოლიკე ეკლესიასთან, კათოლიკე საყოველთაობის გაგება. ამიტომ ეს ერთი სული და ერთი გული რომ უნდა გქონდეს, ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია ჩვენთვის და ამიტომაც ჩვენ ვერ ვგზნობთ რწმენას, როგორც დიდ ძალას, ამა სოფლის სულის დამარცხებელ ძალას ჩვენში. ასევე იოანეს სახარებაში აღმოვიკითხეთ, როგორია ქრისტიანი, ხო? როგორია, რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი საკითხავი სრულად ვერ ამოწურავს, ბოლომდე ვერ დაახასიათებს თუ როგორია ქრისტიანი, მაგრამ ნაწილობრივ. უფალი საუბრობს იოანეს სახარებაში. ამინ, ორჯერ ამბობს. ანუ ჭეშმარიტად ორჯერ ამოწმებს. ანუ როგორც აი 100%-იანი როგორც თქვა უფლის სიტყვაზე, აბა რა არის თავისთავად ცხადია. აი თითქოს გვიბეჭდავს გულში, გონებაში. გეტყვით თქვენ რამე თუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს, პრობლემურია ეს საკითხი ჩვენთვის. ანუ რომელმაც ჩემი სიტყვები გაიგო, ისმინა და გაიგო, მაგრამ მარტო ისმინა ხო, რომელმაც ჩემი სიტყვები ისმინეს, ანუ გაიგეს, გაითავისეს. რა ვიცი, აბა რამდენად გათავისებული გვაქვს ჩვენ, გაგებული და გათავისებული უფლის სიტყვები. რამდენად? რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი.
რომელიც ჩვენ გულს შეეხო, მომავლინებელი, მამა ღმერთი შეეხო ჩვენს გულს და გვითხრა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და გახსოვთ თაბორის მთაზე რა გვითხრა. ჩვენ თაბორის მთაზე მოციქულებთან ერთად ხო ვართ ასულები? ხო ვკითხულობთ მათ გამოცდილებას ვეზიარებით, რა გვითხრა თაბორის მთაზე? ეს არის ზე ჩემი საყვარელი მაგისი ისმინეთ. მაგისი, ანუ კურთხევა, გესმით, მამის კურთხევა, მაგისი უნდა ვისმინოთ. ხო და ეს არის მამის რწმენა, მამისადმი რწმენა სწორედ ეს არის, რომ ბოლომდე ყველაფერში დაუჯეროთ განკაცებულ ძეს. და რომელიც სიტყვანი ჩემ ისმინეს და შესაბამისად რწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქონდეს ცხოვრება საუკუნო, აქონდეს მარადიული სიცოცხლე. როდის ქონდეს მარადიული სიცოცხლე? ახლავე, აი ამ წამიდან. იმიტომ რომ მარადისობა არ არის დღეს არ მაქვს და რომ მოუკვდები მერე მექნება. არა, მარადისობას დღეს და რომ მოუკვდები არ აქვს. მარადისობა არის ერთი. ეხლა და გარდაცვალების შემდგომი მარადისობაში დრო არ არის. არ არის ხვალე, როცა მე მოუკვდები. არამედ არის დღეს და ხვალეც ორივე. ამიტომ მე დღეს უნდა განვიცდიდე მარადისობას, რომ ხვალე განვიცადო, როცა მოუკვდები. თორე თუ დღეს არ განვიცდი, არანაირი გარანტია არ მაქვს, როცა მოუკვდები, ხვალე რო განვიცდი, გესმით რა შეასაკ. ამიტომ აქ კონდეს ცხოვრება საუკუნო, ნიშნავს მე ახლავე უნდა მქონდეს. ეს მარადიული სიცოცხლე, რომელიც ღმერთია, მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს, აი ეს არის ძალა. მაგრამ ამის წინაპირობა რა არის? ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ რომელმან სიტყვანი ჩემი ისმენს. ამის წინაპირობა არის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სიტყვებს ისმენს, იგებს, ითავისებს და ამ სიტყვების შესაბამისად ცხოვრობს. ამას ნიშნავს სიტყვები ისმინეს. ასეთი ადამიანი სამსჯავროს წინაშე არ სდგება. იმიტომ ამბობს, მე აგზელებს და სასჯელსა იგი არა შევიდეს. მისთვის უფალთან შეხვედრა საშნელი სამსჯარო არ იქნება. მისთვის გარდაცვალებას და უფალთან შეხვედრას სასიხარულო იქნება. მისთვის ესეთ ადამიანს ერთი სული აქვს, როდის დაიწყება წირვა, როდის ეზიარება და მას არ შეუძლია იესოს სახელის გარეშე, უბრალოდ არ შეუძლია. ასეთ ადამიანს მე ვიცი, რომ ეს ჩვენ ჯერ სადავართ და რა სიტყავს, მაგრამ აქეთკენ ეს არის ნიშნული. აი იოანე მოციქული ნიშნული გაგვიხაზა ზემოთ. აქეთკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ასეთი ადამიანი, რომელსაც ქრისტეს გარეშე სუნთქვაც რომ არ შეუძლია და შესაბამისად მისთვის სიკვდილი არაფერს აღარ წარმოადგენს, ესეთი ადამიანისათვის სასჯელი, ანუ სამსჯავრო აღარ არსებობს. და სასჯელსა იგი არა შევიდეს. რომ გარდავიცვლები და ავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორც ქრისტეა, რომ შენ თუ ისეთი ხარ, როგორც ქრისტეა, რა თქმა უნდა სასჯელის აღარ გეშინია. იმიტომ რომ ქრისტემ უნდა გაგასამართლოს. და ისეთი ხარ, როგორც ის არის. გესმით? ესე ამბობს იოანე მოციქული. ცხონებული ადამიანი ეგეთია. დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორც ის არის. და სასჯელს აგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად ღიმილით კვდება მართალი ადამიანი. ღიმილით კვდება მართალი ადამიანი. გესმით? ამ სიტყვების აი ყველაზე ისეთი პირდაპირი გაგებით, რომელიც ამაზე მეტი პირდაპირი გაგება რო შეუძლებელია. ქრისტიანი თუ ის არის მართალი, ანუ ქრისტეთი მაცხოვრებელი, ფიზიკური სიკვდილის ჟამს იგი კვდება ღიმილით, იმიტომ რომ ის კი არ კვდება სინამდვილეში, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალს ჟამი, მოვა დრო. და ადამიანი მოვა დრო, მოვა ხვალზე 100 წლის მერე 80-ის რო გავხდები, ზოგი ჩვენგანი კი არის 80-ის უკვე, 90-ისაც ყავს მრევლში. და უცებ ესე რო არ გეგონოს, ახალგაზრდა ამ დროს ესეთ რამეს ამბობს. მოვალ ჟამი და აწბი არს ეს ჟამი, უკვე არის ეს ჟამი. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი, მკვდართა გარდაცვალებულებზე საუბრობს. არა, არ საუბრობს გარდაცვალებულებზე. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი და რომელთა ისმინეს ცხონდნენ. არ საუბრობს ფიზიკურ მკვდრებზე, ეს სულიერ მკვდრებზე საუბრობს, რომლებსაც ღმერთი ჯერ არ განუცდიათ. ამიტომ უკვე დამდგარია ეს მოვალს ჟამი და უკვე მოსულია ეს ჟამი და კვლავ მარადისობის მოდელია. მოვა არის და ერთდროულად მოვა და არის როგორ? ანუ ეს არის მარადისობა, რომელიც ყოველივეს მოიცავს. მკვდართა ისმინეს, ანუ მკვდარი, რომელიც ღმერთს ვერ ხედავს, ასეთი მკვდარი გაიგებს ღვთის სიტყვას. რა თქმა უნდა, გარდაცვლილიც იგულისხმება, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ უსმენთ ამ სიტყვებს, დიახაც ჩვენ
გვინდა რომ გავცოცხლდეთ, დავინახოთ ღმერთი, აღარ ვიყოთ მკვდარნი და თუ გავიგებთ, გადავრჩებით. რამე თუ ვითარცა იგი მამას აქვს ცხოვრება თავისათვისსა თანა, რას ნიშნავს მამას აქვს ცხოვრება თავისათვისსა თანა? ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არის არსება, რომელსაც თავისი ყოფიერების მიზეზი არ აქვს თავის გარეთ. ყველაფერს სამყაროში ადამიანიდან დაწყებული, ქვით დამთავრებული, ატომის გულით და ელექტრონით და ასე შემდეგ ყველაფერს მიზეზი, ყოფიერების მიზეზი აქვს გარეთ. ამიტომ თავისუფლება არავის არ აქვს, არც ადამიანს. პოტენციაში აქვს, ოღონ ეს მისტიკური საიდუმლოება ადამიანისა, იმიტომ რომ ხატი და მსგავსი ახთვის. ერთადერთი არსება სამყაროში, რომელსაც თავის ყოფიერების მიზეზი გარეთ არ აქვს, არამედ თავისი აქვს შიგნით, ეს არის ღმერთი. მას ნიშნავს ეს სიტყვები, როგორც მამას აქვს ცხოვრება თავისათვისსა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რათა აქ უნდეს ცხოვრება თავისათვისსა თანა. რატო? იმიტომ რომ ძეს და მამას ერთი ბუნება აქვს, ერთი არსება აქვს. ძე მუდმივად იშვება მამიდან, მუდმივად, როგორც მზის სხივი რომ მუდმივად გამოდის მზის გულიდან, ესე მუდმივად, ანუ ეს პროცესია. ყოფიერების ასეთი ფორმა არის, მოკლედ. და მამას და როგორც სხივს და ბურთს ერთი ბუნება აქვს მზისას, ასევე მამას და ძეს ერთი ბუნება აქვს. ამიტომ სიცოცხლის, ანუ ყოფიერების საწყისი ქრისტეშიც თავის თავშია შიგნით და არა გარეთ. ამიტომ არის ის ჭეშმარიტი ღმერთი ზუსტად. და მას აქვს ცხოვრება თავისათვისსა თანა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან ადამიანური ბუნება მიიღო და ეს ადამიანური ბუნება რო სრულად გამდიდრდა ღვთაებრივი მადლით და ჩვენ რომ ამ განხთობილ ადამიანურ ბუნებას ვიღებთ და ამ ადამიანური ბუნების პერსონა არის თავად ძე ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენში შემოდის სიცოცხლე, ყოფიერება შემოდის ზიარების დროს, რომელსაც არსებობის მიზეზი საკუთარ თავში აქვს. ანუ შემოდის ღმერთი ჩვენში და თავის აი ამ მარადისობას და სრულ თავისუფლებას გვიწილადებს. და ჩვენ თუ მომზადებული გულით შევხვდებით ამას, ჩვენი განხთობის პროცესის დაიწყება. ასე ხდება ადამიანი ნელ-ნელა ღმერთის შვილი. და ხელმწიფება მოსცა მას, ძე ღმერთს, მამამ, ხელმწიფება, სასჯელი საცაყოფად, ანუ მოსამართლე, გაგვასამართლებს ძე ღმერთი. მამა, ძე და სულიწმინდა და პერსონალურად გვასამართლებს ძე ღმერთი. ესე წერია. რატო? და იქ ხსნის იქვე, რამე თუ არის ძე კაცისაც, ანუ ადამიანიც რო გახდა იმიტომ. მერე რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მან შენი ტკივილი იცის. ის არ გამოგიტას განაჩენს, ისე რომ შენ მერე თქვა, რომ იცი რა, შენ რა იცი ჩემი ტკივილი, იცის შენი ტკივილი მან. იცის ყველაფერი ის, რაც შენ გჭირს. დიახ, მის ხელშია ეს სასამართლო, იმიტომ რომ ძე კაცისა არის. და ჩვენ ვიცით მისი გულმოწყალება, როცა ჯვრიდან გამოგვიტანა განაჩენი, მიუტევეთ თუ არიციან, რამე თუ არიციან რასაკეთებენო. და ნუ გიკვირს ეს აგზელებს უფალი საუბარს, ნუ გიკვირთ ესეო, რამე თუ მოვალ ჟამი, რომელსა ყოველი რომელი ისხდნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისი საქულან ლაპარაკობს, ერთით აღდგომაზე საუბრობს, საფლავებში მყოფი ადამიანები რო გაიგებენ და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედი აღდგომასა ცხოვრებისასა, ანუ ყველა აღდგება, ანუ სული და სხეული შეერთდება, ეს როგორ მოხდება? არავინ იცის. ეს არის კიდევ ერთი დიდი საიდუმლოება, რა სამყაროში უნდა მოხდეს. ოღონ თავარი ის არის აქ ჩვენ შემთხვევაში, რომ კეთილის მოქმედი აღდგომასა ცხოვრებისას, ანუ მარადიული სიცოცხლისათვის აღდგება. ხოლო ბოროტის მოქმედი აღდგომასა აღდგება, მაგრამ სასჯელისთვის. ოღონ ეს სასჯელის მარადიულია და ბოროტის მოქმედი და რას ნიშნავს ბოროტის მოქმედი? რა არის? რას ნიშნავს ბოროტის მოქმედი? აი მაგათ ავაზაკი მთელი ცხოვრება ავაზაკობდა. ყავთ ნაყოფი სინანულისა, ეს საქმეში ის არ გამოსწორებულა. ისე მოკვდა ჯვარზე. გესმით? და ბოროტის მოქმედი იქნება თუ არა? ეგ საინტერესოა, ხო? არ იქნება ბოროტის მოქმედი, იმიტომ რომ ის გარდაიცვალა ღვთის ნების აღსრულებლად. უცნაური რაღაცაა. არაფერი არ გაუკეთებია, რომც მოედოვებინა მილურსმულია ჯვარზე. აი მილურსმულმა ადამიანმა ღვთის ნება აღასრულა. ჩვენ ესე იგი ორი ხელი და ორი ფეხი მოქმედი გვაქვს და თავიც გვიმუშავებს და არც მილურსმულები არა ვართ და ღვთის ნებას ვერ აღვასრულებთ. გესმით? და ამიტომაც გვახსოვდეს კარგად, რომ ბოროტის მოქმედი არის ის, ვინც ღვთის ნების წინააღმდეგ ცხოვრობს.
მე ხშირად მithქვია თქვენთვის, რომ ესე იგი წმინდა წერილი საოცარ მაგალითებს იძლევა ამისა, როგორ შეიძლება რომ ადამიანი სიკეთებს აკეთებდეს და ყველა მისი გაკეთებული სიკეთე იყოს ბოროტება და სახარებაში გვაქვს ამის მაგალითები. აგრეთვე გვაქვს სახარებაში გვაქვს მაგალითები, როგორ იფუთება, როგორ იკეთებს სიკეთის და სიმართლის ნიღაბს ბოროტება. ანუ ღვთისნების საწინააღმდეგო ქმედება იმოსება გარეგნული სიკეთით და ამით აცდუნებს ადამიანებს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ. ჩვენი ცხოვრების ყოველი გადაწყვეტილება კი არა, აზრიც კი ღვთისნებასთან თანხვედრაში როცა არ არის, ჩვენი მომენტში ბოროტებას ჩავდივართ. ეხლა რატომ ვიღაცა იტყვის, მე რა ვის რას უშავებ, არავის არაფერს არ უშავებ. შენში კლავ ერთ დიდ სამყაროს. შენ ხარ სამყარო უნიკალური, განუმეორებელი. შენი უსასრულობით, შენი მარადიულობით და უნიკალურობით არ ხარ ნაკლები მილიარდობით სხვა სამყაროზე ერთად აღებულს. იმიტომ რომ უნიკალური ხარ და მარადიული ხარ და შენში ღმერთი ეტევა, შენ შიგნით ღმერთი ეტევა, გესმის? უფსკული ხარ. და როდესაც შენ ღვთისნებით არ ცხოვრობ, შენ ანადგურებ ერთ სამყაროს, ღვთისნებით შექმნილს. გესმის? შენ ანადგურებ სამყაროს, რომლისათვისაც ადამიანად მოსული ღმერთი მოკვდა. და რაღა გინდა მეტი, მაინდა-მაინც ვიღაცას უნდა ეჩხუბო, რომ ჩათვალო თავი, რომ ბოროტებას ჩადიხარ. ეგ არის უკვე მიზეზი ბოროტებისა, რომ შენ ერთ ღვთის შექმნილ მარადისობისათვის, ღვთის შვილად მყოფობისათვის გაჩენილ უნიკალურ სამყაროს ანადგურებ, იმიტომ რომ ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრობ. აი ეს არის. და ბოლოს ესეთ რამეს ამბობს უფალი, რომ არახელმეწიფების მე საქმეთ თავით. ნახეთ რა საოცარ მაგალითს ამბობს. გასაგებია ხა ჩვენ ღვთისმეტყველება მეტნაკლებად რო ვიცით, სხივი რომელიც მზიდან გამოდის, ერთი ბუნება აქვს სხივს და მზესაც, შესაბამისად, თუ გადმოვიტანთ ღმერთზე, ერთი ნება აქვს მზესაც და მის სხივსაც, იმიტომ რომ ერთი ბუნება აქვს და ნება ბუნების ნაწილია. მაგრამ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, მისი მორჩილება, როგორც ადამიანისაც, იმიტომ რომ ადამიანური ნებაც აქვს, რომელიც მორჩილებს ბოლომდე ღვთისნებას და საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ ვიზუალიზაცია ხდება, როგორ მორჩილებს ძე მამას, რომელსაც როგორც ღმერთს იგივე ნება აქვს, მაგრამ ადამიანურად დამორჩილდა ბოლომდე. მთლიანობაში ეს მორჩილება აჩვენებს ძის მორჩილება მამისადმი აჩვენებს მორჩილების საიდუმლოებას და მნიშვნელობას, რომ ჩვენ საღვთო ძალა გქონდეს, ანუ ჭეშმარიტი რწმენა. ამიტომ ესეთ რამეს ამბობს უფალი. არ ხელმეწიფების მე საქმე თავითვისით არ არა, ჩემით ვერაფერს ვერ ვაკეთებ, არამედ ვითარცა მესმის, ესმის რასაც ვიგებ, ანუ რაც ვისგან ესმის, მამისგან, ხო, მუდმივი მამასზე ერთი ბუნება აქვს, მუდმივი პერსონალურად, მუდმივი კომუნიკაცია, ხო? როგორც მესმის ეგრევე სჯი, ანუ ძე ღმერთის ყოველი ქმედება ადამიანურად გადადგმული და ყოველი სიტყვა ადამიანურად წარმოთქმული არის მამისნება, იგივე ძისნება, როგორც ღმერთისა. უბრალოდ ის ახმოვანებს ყველაფერს. როგორც მესმის, ეგრევე სჯი, ანუ ეგრე ვიქცევი, ეგრე ვასამართლებ, ეგრე ვიქცევი. და ჩემი სასჯელი აგრძელებს. არის მართალი სასჯელი ჩემი მართალარს. რატომ არის მართალი ჩემი სასჯელი? და ეგ არის ეს ფორმულა, რომელიც ჩვენთვის, ამას ხო ჩვენთვის ამბობს, რომ ჩვენ რო გქონდეს ყოველდღიურობაში ეს წესად. რატომ არის ჩემი სასჯელი მართალი? რამე თუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა, ჩემისა მამისას. თუ გვინდა რომ მართლები ვიყოთ, ნუ ვეძებთ ჩვენ სიმართლეს, ჩვენ ნებას, არამედ ვეძებოთ ნება ჩვენი ამ ქვეყნად მომვლინებელი ღმერთისა. გამოვიძიოთ მისი ნება და მისი ნებისა ვიცხოვროთ, მისი ნება აღვასრულოთ და მაშინ ჩვენი სიტყვა და ჩვენი საქმეც და ჩვენი ქმედებას იქნება მართალი. ჩვენი რწმენა იქნება ნამდვილი, რომელიც იქნება ჩვენში ის ძალა, რომელიც ამასოფლის სულს დაამარცხებს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღსდგა.